ორი დღე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამდე მომავალ სტრასბურგში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება ქართული დელეგაციაც, რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხსაც ასამბლეის წევრები განიხილავენ. შესაბამისი წერილით ევროსაბჭოს ქართულმა ოპოზიციამ თვის დასაწყისში მიმართა. მმართველი გუნდი უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ გამორიცხავს და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში სწორედ ოპოზიციას ადანაშაულებს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ინიციატივას არ გაიზიარებს. სულ სხვა მოლოდინი აქვს ოპოზიციონერ ლიდერებს. თამარ ციკლაურის რეპორტაჟი. გამოსვლა ასამბლეის წინაშე და შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან. ასეთია დღის წესრიგი, რომლითაც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებისგან შემდგარი ქართული საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მიემგზავრება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობისთვის. დელეგაციის წევრებს შორის არ იქნებიან იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვინც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგს არ აღიარებს და ვინც იგივესკენ მოუწოდებს, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც. ამ ფონზე ქართული საპარლამენტო დელეგაცია მზად და იმ დისკუსიისთვისაც, რომელიც შესაძლოა დღის წესრიგში იმ წერილების საფუძველზე დადგეს, რომლითაც ოპოზიციამ საპარლამენტო ასამბლეას მიმართა და ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებისკენ მოუწოდა. Ფიქრობ იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი და რა თქმა უნდა, ოპოზიციის ადგილები რჩება ვაკანტური ამ დელეგაციაში. მართალია ოპოზიციის წევრები საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არ არიან, თუმცა სტრასბურგში გასამგზავრებლად მათი წარმომადგენლებიც ემზადებიან. როგორც ამბობენ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიწვევით და გეგმავენ საკუთარი პოზიციები საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ახლა უკვე პირადად გააცნონ. პირადად გააცნობენ იმ წერილების საფუძველსაც, რომლითაც ასამბლეას ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში მიმართეს და საქართველოში ჩატარებული არჩევნების საფუძველზე ქართული საპარლამენტო დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებისკენ მოუწოდეს. პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს, მთავრობა თვითგამოცხადებულია და რეჟიმი ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ხედავთ რეპრესიებს, წამება, არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც ადგილი აქვს პოლიციის განყოფილებებში და სწორედ ამ ფაქტებსა და მტკიცებულებებს წარმოადგენთ ოპოზიცია საპარლამენტო ასამბლეაზე, სხვადასხვა საპარლამენტო ჯგუფებს გავაცნოთ, რომ იყოს შესაბამისი რეაქცია და იყოს გაკვეთილი ეს ქართული ოცნებისთვის. ევროსაბჭოსგან როგორც ყოველთვის ველოდებით ქართველი ხალხის და საქართველოს კონსტიტუციის კურსის დაცვის ფაქტს, რაც შეეხება უშუალოდ მათ გზავნილებს, ეს გაცხადდება უშუალოდ სხდომაზე, მაგრამ ჩვენი პარტნიორები არასდროს არ ღალატობენ იმ მთავარ ღირებულებებს, რაზედაც დგას ქართველი ხალხის ღირებულებები და რაც თანხმედრაშია ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენი პარტია იქნება წარმოადგენილი ჩვენი პარტნიორი პარტიის მიწვევით ამ შეხვედრებზე, სადაც დამატებით შესაძლებლობა გვექნება წერილის გარდა ვისაუბროთ იმ პრინციპების უხეშად ხელყოფაზე, რის გამო საქართველოს არის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი. მათ უარი აქვთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა. ქართული საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მართალია ოპოზიცია სტრასბურგში ვიზიტისთვის ემზადება, თუმცა ეს ზამთრის სესიაში მათ ოფიციალურ მონაწილეობას არ გულისხმობს. მიზეზი საპარლამენტო საქმიანობაზე მათივე უარია. რაც შეეხება მოლოდინებს, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ოპოზიციის მოსაზრებებსა და მოწოდებებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ გაიზიარებს. თუმცა საკითხზე მსჯელობის დაწყების შემთხვევაში გეგმავენ საპარლამენტო არჩევნების შესახებ კონკრეტული ფაქტები თავად წარადგინონ, რომელთა შორის ასახელებენ ეუთო ოდირის დასკვნასაც. მათი ეს ჩვეული სტილია, ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვების დროს როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და არ წმუნებდნენ, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველოს და ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა. ისინი ასევე ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებას არ
არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა. თუმცა ჩვენ მხარეს არის ფაქტები და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები, ეს დაადასტურა ევთოდირმაც და თუ კი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს წარმოადგენთ დეტალურად. როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ არლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდა მიეცათ შესაძლებლობა, რომ იმ შესაძლებლობებით ისარგებლონ, რაც ეს არის გათვალისწინებული იქაური კანონმდებლობით და წარდგენ როგორც სათანადო პარტნიორები, როგორც ღირსეული პარტნიორები და დააფიქსირონ ჩვენი ქვეყნის პოზიცია, ისაუბრონ საქართველოზე და ამავდროულად ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორგანიზაციის საქმიანობაში და ამ დროს ეს მავნებლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შესაძლებლობა არ იყოს მოცემული და აქ არ არის უბრალოდ ეს კონკრეტული ამ ადამიანებზე საერთოდ საუბარი არ არის. ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხელებით მართული მარიონეტები არიან რეალურად იმ ძალების მიერ, რომლებსაც აქვს უზარმაზარი გავლენა და განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობენ ახლა სამწუხაროდ ევროპაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში 27 იანვარს გაიხსნება და 31 იანვარს დაიხურება. სესიის დღის წესრიგში 27 იანვარსვეა გაწერილი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ მსჯელობა. იმ მოხსენების საფუძველზე, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მყოფი დელეგაციის ხელმძღვანელს აქვს მომზადებული.